მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უნდა გადავიღო კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი. დინამო თბილისი, ჟალგირისი, რა თქმა უნდა, დეტალურად განახებთ ყველაფერს. ხო უნდა იქნება, სულ რაღაც 2 წამის ამბავია. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარები. ესე დაეხმარებთ ახს რომ განვითარდეს და მალე ავიდეს 10,000-ზე. დავიწყეთ. ფეხბურთის დროა. არის მეგობრებო, აკრედიტაცია ავიღე, ხა წავიდეთ, ბიჭებს დავხდეთ. მოგესალმებით ყველას. ჟალგირისი რაც შეეხება მეტოქე ყოველთვის ახლა ლიეტუვა, მაშინ ლიტვას როგორც ვეძახდით ამ ქვეყანას. ყოველთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა და რაღაცა გარკვეული სიმპათიები ყოველთვის იყო ამ ქვეყნის მიმართ, აი თავისი რაღაცა განსხვავებული სტილით თავის დროზე ვისაც ახსოვს ის საბჭოთა ფეხბურთი და თუმცა შემდეგ უკვე რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ვერ განვითარდა ვერც ლიეტუვა ისე როგორც ალბათ მათ სურდათ იქ სპორტის სხვა სახეობა გაცილებით უფრო პოპულარული და განვითარებულია და რაც შეეხება დინამოს კესპაიას მოსვლის შემდეგ იყო პოზიტიური მოლოდინი რა თქმა უნდა და ამ მოლოდინმა გაამართლა ნაწილობრივ მინდა გითხრათ ახლა ვინც ადევნებს ეროვნულ ლიგას თვალყურს იქ იყო რამდენიმე ძალიან კარგი თამაში და იყო თამაშები როდესაც უბრალოდ ისეთი შტაბეჭდილება რჩებოდა რომ გუნდი ვერ უგებს მთავარ მწვრთნელს და იმ დავალებას რაც იყო მიცემული უბრალოდ ვერ ასრულებენ სამწუხაროა რომ ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა შუაში გუნდი ესეც არ არის კარგი არასდროს ვინც არ უნდა იყოს რადგანაც იქ რამდენიმე ფეხბურთელი წამყვანი მოთამაშე იყო თუნდაც ის ლეგიონერები ორი განსაკუთრებით ვინც წავიდა იოროს და დონკორს გულისხმობდა დანარჩენი არ ვიცი ხა ის ერთადერთი დინამოს შეხვედრებში რაც არის პოზიტივი აი ეს მონდომება ჟინი რაც კეცვაიასთვის მოსალოდნელი იყო რომ ასე ითამაშებდნენ ფეხბურთელები და ახალგაზრდა ფეხბურთელები ხა ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი კვარაცხელიაზე რომელმაც წინა შეხვედრაში ლუქსემბურგულ კლუბთან გამოსვლის შემდეგ აი როგორც უყვართ უკვე თქმა რაღაც ისეთი ტენდენცია არის განსხვავება შექმნა განსხვავება კი არ შექმნა 22 ფეხბურთელს შორის ვინც იყო მოედანზე იყო 16 წლის ბიჭი უდაოდ გამორჩეული და საუკეთესო ასევე არიან კიდე რამდენიმე ფეხბურთელი ვინც დააწინაურა სრულად ახალგაზრდები და ეს მწვრთნელის ნდობა ალბათ შემდგომში გაამართლებს და ლეგიონერებს რაც შეეხება ლეგიონერებიც ვერ ვიტყვი ჯერ რომელიმე რაღაც განსაკუთრებული შტაბეჭდილება დატოვა მაგრამ ნახოთ ჯერ ყველაფერი წინ არის ლუქსემბურგთან თამაშზე ალბათ ლუქსემბურგულ კლუბთან თამაშზე იქონია გავლენა მაინც იმას რომ პირველი შეხვედრა მოგებული იყო და მეორე შეხვედრაში ცუდად თითქოს არ უთამაშია გულს მაგრამ რაღაც აკლდა ის დამაგვირგვინებელ ფაზაში თუნდაც გოლის გატანა თუნდაც რაღაც იმ ეპიზოდის შექმნა იქ რაღაცა ყველამ რაღაცა დააკლო ალბათ მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის რომ რაღაცა პერსპექტივა ჩანს ამ გუნდში და ის ჩანს რომ რესურსი არის ხა მთავარი მწვრთნელი პლუს იმას როგორც თვითონ აცხადებს რომ ის პირობები რაც არის და რაც სურდა მას აქვს გაკეთებული ხა დღეს ისეთი ლეგიონერი არ ჩამოვა საქართველოში, რომელიც ერთი ხელის მოსმით რაღაცას შეცვლის, მაგრამ სამაგერო დინამოს აქვს მეორე პლუსი, რომ ამ თავისი ახალგაზრდებით შეუძლია კვლავ გახდეს ისეთი ანგარის გასაწევი ძალა, თუნდაც რაღაც ეტაპზე, ევროთასებზე და მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ის რომ ეს ბარიერი გადალახული უნდა იყოს, ამაში არ ვიცი, მე ეჭვი
არც მეპარება კიდე ერთხელ შეიძლება პროგნოზებში ვერ ვამართლებ ყოველთვის, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება რომ ეს გადალახი ეს ბარიერი გადასალახია და პლუს ამას აუცილებელიც არის პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ დინამოსთვის ჟალგირისის ბარიერი არ უნდა იყოს. მიდით ბიჭებო, უნდა მოვიგოთ. მიდი, შეუსრულე რა. ინუა და უიმე! როგორი დაწყება, მეხუთე წუთია ჯერ. არა, კაი მომენტი იყო ეგოლი და გასული იყო რა, ხო შეიანად დააწყა. ძალიან მაგარი დაწყება, ძალიან. და უიმე! ოპა! მე-14 წუთზე გოლი გავიტანეთ. ეგრე უნდა ყოფილიყო რა, იმიტომ დინამო ისე მაგრად დაიწყო, გოლი უკვე გვეკუთვნოდა. გენაცვალ, ეს არაფერი, კიდე გოლები გვინდა ახლა, მიდი. Dida. Oime! Oba! No! Che nazionale! ეგრე რა 2-0 დინამო თურის ძალიან ხო შეფერმულს თამაშობს და კაი არა აი ესეთი თამაში მომწონს ესეთი დინამო თბილისი მომწონს ძალიან მაგარი კარგ ფერმულს თამაშობენ ძალიან მეცხრა წუთზე კარგი ჯარიმა დაინიშნა და ნახოთ აბა როგორ შეასრულებენ. ო ნინუა ურყავს და ნახოთ აბა როგორ შეასრულებს. ოპა! ოიმე! და ოპა! ენაცვალე! ესეთი ხმაურია საჭირო, აბა რა 3-0 რა უნდა თქვა რა ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობს დინამო თბილისი აი ეს არის რა აი ესე უნდა თამაშობდეს ეს გუნდი სულ შეუსრულე და ეგა
მეგობრებო, პირველ ტაიმი მორჩა, ვიგებთ 3-0-ს. დინამო თბილისის სასწავლო ფეხბურთს თამაშობს. აშკარად გუნდს ეტყობა, რომ წინა შეხვედრაში რა შეცდომებიც იყო, ყველაფერი გამოასწორეს და წარმოვიდგინეთ, მოწინააღმდეგე გუნდს მომენტიც არ შეაქმნებინეს, ისეთ მაგარ ფეხბურთს თამაშობენ. დიდი მადლობა ბიჭებო. წავიდა მეორე ტაიმი, მიდი ბიჭებო, კიდევ 2 გოლი რა. თუ შეიძლება კიდევ 2 გოლი. და ვოიმე! და ხორნიკა კვარაცხელია. აი ხელებს წევ, მარტო გული თუ ამო ხელებს წევ. სასწაული ბიჭია და კარგ ფეხბურთს თამაშობს, აი სამ მომენტში უნდა აჩქარდეს, სამ მომენტში უნდა გააკეთოს პასი და ამოიდე ჯერა პატარაა და რეებს აკეთებს. და ვოიმე! 78 წუთზე რა კარგი მომენტი ქონდა. უნდა გაეტანა რა. რაც გინდა იყოს, უნდა გაეტანა. ოპა! გოლის გადაღება მინდა, გოლის. რო გავიგე რომ ქართულ მოთამაშეთა თამაში, აი ძალიან ვეღარ იყო. ერთი სული მქონდა რომ შემოსულიყავი და მოლოდინები დიდი იყო. თამაშად შეეხება არ ვიცი, სიტყვები ზედმეტია. მართლა კარგად აჩვენა დინამომ თავი და ვერ მოხარული ვარ თქო როგორ თქვა რომ ტურნირებზე ქართული გუნდა ესე თამაშობს თქო. რთული არის ხა ჩემგან კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით და ემოციას რაც შეეხება ძალიან მიხარია რომ სახში ვარ და კიდევ მომიწია ამ სტადიონზე თამაში და ძალიან დიდი ემოცია მქონდა. შემოსვლისას ხალხს მადლობა მინდა უთხრა, იმიტომ რომ მესმოდა შეძახილები ჩემი გვარის და ძალიან დიდი მადლობა თითოეულს, რომ ჩემს სახელს იზახდა და ძალიან გამიხარდა ეს. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო დღევანდელი გამარჯვება. მე მგონი ძალიან დამაჯერებლად მოვიგეთ სახში. არ უნდა მოვდუნდეთ, ერთი თამაში გვაქვს წინ კიდე და უნდა ვიცოდეთ, რომ ეგრე ფეხბურთი ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. რაც შეეხება დღევანდელ უჩიმატკოს ვინ შეთან იყო მოსული, ძალიან დიდი სიხარული გამოიწვა ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ ძალიან გაგვიხარდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგზეით და იმედი მაქვს, რომ ესე გაგრძელდება და შემდეგ თამაშებზე უფრო მეტი უჩიმატკე მოვა და დაგვიჭერს ხარს. ჩვენთვის ორმაგი მოტივაციაა და ხო რომ მოვიდნენ და დაგვიჭეროს ხარი. მეგობრებო, მორჩი გადაღებას დინამო თბილისმა მოიგო 3-0. ეს იყო თემურ ქეცბაიას მასტერ კლასი. ძალიან მაგარი ფეხბურთი თამაშა დინამო თბილისმა და აი ესეთი დინამო თბილისი მინდა სულ ნახო. რავი, რა გითხრათ, ყველაფერი კი განახეთ დეტალურად, ხოვნა იქნება უბრალოდ რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო და დაწევთ კომენტარები. დროებით